ქობულეთის გამგეობამ 439,000 ლარი დახარჯა, საბავშვო ბაღი ააშენა, ინვენტარით აღჭირვა და საქართველოს საპატრიარქოს 2 წლიანი სარგებლობის უფლებით გადასცა. რა გახდა შენობის გადაცემის საფუძველი? გადაწყვეტილების მიმღებს ქობულეთის გამგებელს საკითხზე საუბარი არ სურს. სულხან მესხიძე მუშაობდა თემაზე. ქობულეთის გამგეობამ საბიუჯეტო თანხების დაზოგვის მოტივით ჩაქვში არსებული საბავშვო ბაღის შენობა მმართველობაში საქართველოს საპატრიარქოს გადასცა. მშენებლობა და ინვენტარით აღჭურვა უწყებას 439,000 ლარი დაუჯდა. ქონება საპატრიარქომ 2 წლის ვადით უზურპუქტის წესით მიიღო. მოხდა ჩვენ შორის შეთანხმება, საპატრიარქომ გაიღო ნაწილი, ანუ ბაღის ექსპლუატაციის პერიოდში ნაწილი ხარჯებისა გაიღო საპატრიარქომ, ჩვენთვის აბსოლუტურად მისაღები აღმოჩნდა ეს წინადადება. სავსებით მისაღებია მუნიციპალიტეტისთვის, ნაკლები გაწეული ხარჯებით ბავშვების ნათელ მომავალზე ზრუნვა. ვიდრე დაბაჩაქვში საბავშვო ბაღი აშენდებოდა, მანამდე საპატრიარქოს განკარგულებაში ეს ერთსართულიანი სკოლამდელი აღრძის დაწესებულება იყო, რომელიც ახლის მომიჯნავედ მდებარეობს. იმის გამო, რომ ძველი შენობა თანამედროვე სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებდა, ქობულეთის გამგეობასთან მოლაპარაკების გზით საპატრიარქომ დამატებით კიდევ ერთი ნაგებობა მიიღო. მშენებლობის ნაწილი თანხის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი ნაწილი მოხდა მუნიციპალიტეტისგან გამოყოფა, ხოლო პედაგოგებისა და ბავშვების ასე თქვათ სახელმწიფო დავალიანება, სახელმწიფო უზრუნველყოფას ახდენს საქართველოს საპატრიარქოს. 105 აღსაზრდელზე გათვლილ საბავშვო ბაღში სკოლამდელი აღზრდის შესაბამის განათლებას პატარები უფასოდ მიიღებენ. დაწესებულებას დეკანოზი გიორგი მამალაძე უხელმძღვანელებს. შენობის გადაცემის საფუძველს სასულიერო პირი ასახსნის. საფუძველზე გადასცა მუნიციპალიტეტმა საპატრიარქოს ეს შენობა. როგორ საფუძველზე? რის საფუძველზე, ანუ რატო გადასცა? ისინი რა იყო და რა პროგრამის პარტნიორი? თქვენ იცით, რომ ჩაქვში ზოგადად მთელ საქართველოში საბავშვო ბაღების დეფიციტია. ჩვენ როგორც გითხარით, რამდენიმე ათეული წლის წინ გქონდა და ამ ტერიტორიაზე გიმნაზია და საბავშვო ბაღი, გიმნაზიაში რომ გადავიტანეთ სხვა შენობაში, დარჩა საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც იყო ავარიულ მდგომარეობაში. საკითხზე განმარტებებს არ აკეთებს ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი და ჩაქვის მაჟორიტარი საქართველოს პარლამენტში. სულხან ევგენიძემ და ფატი ხალვაშმა, რომლებიც ახალი ბაღის გახსნას ესწრებოდნენ, ტერიტორია უკომენტაროდ დატოვეს.